პირველი საჯარო სკოლის მეათე კლასელების სცენებით ოპერიდან დაისი. მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა მუსიკაში პროექტის დასკვნითი ნაწილის ფარგლებში ჩატარდა. მისი თემა ეროვნული იდენტურობისა და ეროვნული მუსიკალური აზროვნების საკითხები იყო ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში. მოსწავლეებმა პერსონაჟების საინტერესო ვერსიები წარმოადგინეს და ბევრი დადებითი ემოცია გასცეს მაყურებელთა აუდიტორიის მისამართით. განწყობას კიდევ უფრო ქმნიდა შესაბამისი დეკორაციები. მონაწილეების მაღალი ჩართულობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით განხორციელებული პროექტის შესახებ მისი ხელმძღვანელი თეა მიქაბერიძე, მოსწავლეები და მშობლები გვიყვებიან. აღსანიშნავია, რომ პროექტის ქორეოგრაფიაზე ირაკლი ბააკაშვილმა იმუშავა. აქედან არსადარ წავალ. სანამ მაგორი შეხვედრას შურიდან მაინც არ არც მე არ ვაპირებ არ საწასვლას. ვფიქრობ, რომ დღევანდელმა დღემ წარმატებით ჩაიარა. დავიწყეთ მუშაობა პროექტზე ეროვნული იდენტობისა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში. მუშაობის პროცესი იყო მეტად საინტერესო. აღმოვაჩინე სხვადასხვა სახის დაინტერესება ბავშვებში აი ამ სპექტაკლზე მუშაობის დროს და იმედია მომავალში უფრო ბევრ საინტერესო პროექტებს დავგეგმავთ. რა მოხდა? გასავიდე. თავისუფლად. ვინ არის? ასის თავი კი არის. რასამ ბრა? პირველ რიგში ძალიან შრომატევადი საქმე იყო, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვიშრომეთ. არც მთელი გულით მეცადე, რომ შემესრულებინა ჩემი მოვალეობა და არ ვიცი, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ აი საკმარისად კარგი გამოვიდა. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო და თითქოს ახალი ემოციების მომტანი იყო ჩვენს ცხოვრებაში და მე განსაკუთრებით სკოლაში, რომ ეს ახალია და მინდა რომ ყველაფერი საუკეთესოდ იყოს. დღეს რაც მოხდა, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იყო და რასაც ვცდილობთ ამდენი ხანი რა შრომაც დავტიეთ ამ ყველაფერში, შედგა და საბოლოოდ კარგი გამოვიდა. და ვუსურვებთ, რომ ახალ თაობებმაც, ჩვენზე უმცროსმა თაობებმაც მიიღონ ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე ყველასთვის დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ გაგვეცოცხლებინა ზაქარია ფალიაშვილის დაისი. ის ყველა ის ემოცია, რაც კი მასში ცოცხლობს, გვინდოდა რომ მაყურებლობ და ყველანაირად საინტერესო და გასაგებად გადმოგვეცა. უხურმესი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის და ასევე თეა მასწავლებელს ასეთი არაჩვეულებრივი პროექტის შემოთავაზებისთვის და განხორციელებისთვის. დიდი ხანია ვშაობ და ვცდილობთ, რომ ის ყველაფერი გადმოცეთ, რაც ამ ნაწარმოებში იყო გადმოცემული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მოვიტანეთ თქვენამდე. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს დამრიგებელს, რომელმაც გაწია შრომა ამ ნაწარმოების თქვენიდან მოტანამდე და რა ვიცი, მადლობა ყველას. დღე ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო, ემოციები ბავშვებმა თავიანთი შესრულებით მოიტანეს თითოეულ მაყურებელთან. სულში ჩამწვდომი იყო თითოეული სიტყვა და შესრულებული, ასე ვთქვათ, მუსიკალური ბგერა. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში პროექტული სწავლება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას და დღეს ნომერ 1 საჯარო სკოლაში ძალიან კარგად გაართვა პედაგოგმა თეა მიქაბერიძემ თავი ამ პროექტს და ასევე მოსწავლეებმა ძალიან შეუწყოს ხელი და წარმატებული დღე ქონდა, წარმატებული პროექტი წარადგინეს. ვილოცავ ნომერ 1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებს პროექტული სწავლების მნიშვნელოვანი ეტაპი გადადეს, ასე ვთქვათ, და დაასრულეს მეათე კლასის პროექტი ამ შესანიშნავი სპექტაკლით. მესამე წელია მიმდინარეობს მე-11 კლასში პროექტის სწავლება მუსიკაში და ხელოვნებაში. დღეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა ქალბატონ თეა მიქაბერიძესთან ერთად განახორციელეს პროექტი მუსიკაში. ძალიან ამაღელვებელი იყო დღევანდელი დღე ჩემთვის.
ემოციურად ძალიან დატვირთული, ბედნიერი ვარ და მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ თეას და ჩვენ არაჩვეულებრივ მოსწავლეებს, მშობლებთან ერთად. მადლობა იმ გვერდით დგომისთვის, რომელსაც ყოველთვის იჩენენ ჩვენი სკოლის მიმართ. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის. უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ნონას, ქალბატონ თია მასწავლებელს. ძალიან კარგად გაართვეს ბავშვებმა თავი. აი უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან დიდი შრომა ჩადეს ბავშვებმა, მასწავლებლებმა. და საქართველოს უსურვებ გონიერი და ჯანსაღი ადამიანების სიმრავლეს.